ესე იგი, ქართველი ქალი იყო სათაყვანებელი და არ ვიცი, აი, ქართველი ქალი იყო ყდევამოსილების სიწმინდის განსახიერება. დღეს ხო საქილიკოთ იქცა ეს ქალიშვილობა და ვიღაცას გონია ის რაღაცა აპკი ქალიშვილობის გონია რაღაცა სხვა რაღაცა და ეს არის სიწმინდის განსახიერება და დასაცინად იქცა უკვე. ვიღაცა რო თქვას რომ მე ქალიშვილი ვარ, დაცინებენ ამას. და არ ვიცი, ქართველი ქალები გამოყენებული არიან ამ ნაციონალების მიერ თავიანთი პოლიტიკური მიზნებისათვის. მიუვარდებიან ქალები იქნება თუ კაცები აი ამ იმ ძალებს, რომლებსაც მათთვის მიუღებელია და შეურაცხყოფას აყენებენ. აი ხა გუშინ ზუგდიდში ეს მარიამ სიჭინავა არის, ვიცი ეს ვინ არის ეს ტანსაცმლიანი გიჟი, არ ვიცი ეს ქალი ვინ არის, დარბის ზევით ქვევით რაღაცებს იქ უშტვენს, რაღაცებს ღებავს, რაღაც და მივიდა დეპუტატთან, აგინებს დედა ბუდიანად აგინებს ეს ზარქუა რა. და ეს ტენდენცია არის უკვე ისეთი რა, სისტემატური, ესე იგი, მიდიან აგინებენ აიმაშები და მერე ესე იგი, თუ ვიღაცამ პასუხი გასცა, ის არის მოძალადე. ამ ტელეფონით. ერთ-ერთ ადამიანს ვიცავ მე, საკმაოდ ესეთი კარგი ბიზნესმენი არის, კარგი მეოჯახე, კარგი ქართველი, მიუვარდნენ ასე ტელეფონით საწარმოში, შეურაცხყოფი მიაყენეს და ეს კაცი დაიჭირეს, ეს კაცი მისცეს პასუხისგებაში, ხალხო გესმით თქვენ? ტელეფონით თანამშრომელი უღებდა, შეურაცხყოფას აყენებდა და ეს კაცი მისცეს პასუხისგებაში. ესე იგი, თურმე ისი არის მოწყობილი, ესე იგი, სისტემა გაგინო, გაფურთხო და შენ უნდა უსვირო ამას და გაგებით მოეკიდო ამ ყველაფერს. მე ჩემი იდეა ერთხელ აიტაცეს ამ ხელისუფლებამ ძალიან კარგად ერთი რამე იცოდეთ ეს ხელისუფლება ესე მისმენს კიდევაც და აი ესე პასტა აქვს მომარჯვებული და იწერს კიდევაც რასაც ვლაპარაკობ და ეხლა გეუნები და ჩაიწერეთ კარგად რასაც გეუნებით. აი ეს მივარდნები არის სისხლის სამართლის დანაშაულად უნდა იქცეს. იმიტომ რომ ეს არის დევნა პოლიტიკური ნიშნით და ეს ადამიანები ეს სიჭინავასნაირი ადამიანები ადმინისტრაციული წესით კი არ უნდა დასაჯოთ ბიძიკოებო. სისხლის სამართლის წესით უნდა დასაჯოთ, რომ მეორეჯერ ვერ გაბედონ. აი იმ დღეს მარიამ ლაშ ანგელოზივით ქალბატონი არის, რა ვიცი, მე შეხედავ, კარგი დედა და ყოველთვის არის ესეთი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და ყოველთვის აღტაცებული ვარ ამ ქალბატონით მე. აი, ბევრი არ არის ეგეთი ამ ქართულ ოცნებაში, მაგრამ ერთ-ერთი არის მარიამ ლაშკი. ესე იგი, თავის შვილებთან ერთად კაცო სადილობდა იმ ოჯახის სიწმინდის დღეს, მიუვარდა ეს ნაძირლები და შეურაცხყოფა მიაყენეს საკუთარი შვილებთან თანდასწრებით, ხალხო. აი ეს ქართულ გენეტიკა, ქართულ კოჩი არდებს, შეიძლება მე ზოგჯერ ხედავ ხოლმე ვიღაცა ნაძირალა ნაციონალს აეროპორტში, არასდროს არ გამჩენია სურვილი, არ ბავშვთან კი არა ისე მისულიყავი რამე მეთქვა, იმიტომ რომ ეს არ არის ქართული წესი არ არის, კაცო. მე თუ მოღალატეა გავაკეთებ ტელევიზორში. ბავშვები დასტრესეს, რამხელა სტრესია წარმოგიდგენიათ ეხა ბავშვისათვის, რომ მიუვარდება ვიღაცას და დედამის აგინებს და ლანძღავს. სად არის ეს ბავშვთა უფლებების დამცველები? მარიამ ცირამუა. იმას რო ატარებ, რა ქვია, ტრეინინგებს, აი ეს ქალბატონი ცირამუა შემხვედრია. რატო არა გმობ ეხლა ამ ნაციონალების ქმედებას, ბავშვთა იმაზე რო ლაპარაკობ, არასრულწლების მართსაჯულების კოდექსზე და იმეებზე. სად არის ეს ბავშვთა უფლებების დამცველები ჩვენი რაღაცა რო წაგდებული რო აქვთ ენა? ამ ბავშვების უფლებები არ შეიძლება ხა? და მივიდა ეს იდიოტი ფორმულას ჟურნალისტი და ეკითხება რომ ისა რა ქვია რატო მიუჩივლეთო თქვენო სასამართლოშიო და ამა თქვა ეს იმიტომ რომ სხვა ვერ გაბედოს ეგაო და აი იქ რო აქციებზე რა შუაშია აქციებზე რა ხდება რა ბავშვებზე რატო გადადიხართ თქვენ ნაძირლებო თქვენა და არ უნდა დავიჭიროთ ესენი ეს ნაძირლები და მე ხელისუფლებას მინდა მივმართო თქვენ მაზოხისტები ხო არა ხართ თქვენ თუ ქსიამოვნებთ ეს გინება ჩვენ არ ქსიამოვნებს მე არ სიამოვნებს, რომ შეურაცხყოფას აყენებენ ზარქუას, ლაშს და კიდე ნებისმიერ, მე არა ვარ ეხა ოცნების დამცველი კი არა ვარ, კაცო, აქა ნებისმიერ ვინც არ უნდა იყოს, შეიძლება სხვა პოლიტიკური მწამსის ადამიანი იყოს, ამას სულ ერთია ჩემთვის. ამითი კანონდება უკანონობა, ამითი კანონდება ის რომ ვიღაცა შეუძლია ტელეფონი. აგერ გითხარით ხალხო, არ მინდა ეხა გვარსახელის დასახელება. ვისავ ადამიანს აი ესე მიუვარდნენ და გადაუღეს მერე და პასუხისგებაში მიცეს ესე იგი ბიზნესმენი ნაღდი ქართველი კარგი ადამიანი. იმიტომ რომ ცდილობდა რომ ტელეფონი წაერთმია, რომ არ გამოჩენილიყო მერე აი ეს სოციალურ ქსელებში და თან იქ რაღაც საიდუმლო დოკუმენტები იყო, იბეჭდებოდა იქა.
აი ხა განახებთ, აი 10 შემოქმედების თელ სურათს. ცოტა ვრცელი მასალა საინტერესო. ბოლო-ბოლო არ დაიღალეთ თქვენ, აი ამ 5000 ლარიან ჯარიმები რომ მოგეცით ეს შევა. ხო ხედავ შედეგი გამოიღო, იმიტომ რომ ამათ მაინც ეშინიათ იმ ფულის გადახდის და მაინც ერიდებიან და შეწყვიტეს. მე გეუბნები თქვენ სისხლის სამართლის წესით უნდა დაისაჯოს. ისედაც არის პოლიტიკური ნიშნით დევნა სისხლის სამართლის კოდექსით დაჯადია. ყველა ადამიანი, ვინც კი ეს ტელეფონით მიუვარდება, ადმინისტრაციული წესით კი უნდა დაისაჯოს. სისხლის სამართლის წესით უნდა დაისაჯოს და ნახეთ ეხლა აი როგორ იქცევიან ეს არარაობები, ეს ქვეყნის მტრები და მოღალატეები. ნაცმოძრაობის სატელიტების მორიგი თავდასხმა მარიამ სიჭინავამ და გერმანული ფონდის ბენეფიციარმა კერინეს ებუამ ზუგდიდში ირაკლი ზარქუას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მოხვედი ნახე შენ გამო ამ ქალაქს ფული არა იყო შენნაირები იღებენ იკა ფულს შენნაირები იღებენ ჩვენ შორის ხაჯი შენ ხარიკო ვერც ფულმა გიშველა ისეთი ქაჯი ხარ ფულმაც კი ვერ გიშველა ხალი გაწიე ახლა და ქაჯოთი საუბრა იმ ქალაქში შენ მე მიღებული მე არაფერი აშკარად შენ გაკ მიღებული ფხიზელიც არ ხარ აი ახლა ჩაენძრია მანქანაში და აი ამ ქალაქში დავაი ღესო მიდი ამ ქალაქიდან დროზე შენი და ნაბი მიდი ახლა Давай! Телефонზე საჩივარი და телефонზე საჩივარი ეს პირველი შემთხვევა არ არის. მინდა შეგახსენოთ, რომ გაბანკროტებული ნაცმოძრაობის სატელიტების შეურაცხმყოფელი თავდასხმები უკვე მრავალჯერ განხორციელდა. ხალხის მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი ოპოზიცია ერთადერთ გამოსავალს ოპონენტების წინააღმდეგ ცილის წამებისა და გინების გარდა ვეღარაფერს შეხედავს. ენას სწვალი არა აქვს და ლაპარაკობენ იმდენს, რამდენიც გაუვათ. მათი აგრესიის მთავარი მიზეზი კი ხელისუფლების პოზიციაა, რომელიც მიზნად ქვეყნის ღირსების, რელიგიისა და ქართველი ხალხის ინტერესების დაცვას ისახავს. მოხდართან დაკავშირებით ხელისუფლება პასუხისმგებლობას ევროპელ ბიუროკრატებს აკისრებს. ქართული ოცნების განცხადებით, აღნიშნული ფაქტები რეაგირების გარეშე არ დარჩება. მათ მხარს უჭერს მათ შორის მათი პატრონები, როგორც ფინანსებით, ასევე ხარდაჭერითაც ევროპარლამენტიდან. აღმოჩნდა, რომ ელენე ხოშტარიას მიმდევრები ყოფილან, ელენე ხოშტარი კი იცით, რომელიც არის. თავდასხმაზე პირდაპირ ეკისრებათ პასუხისმგებლობა, მათ შორის იგივე ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლებს. სწორედ მათი ქმედებებით არის სახალისებული ეს ძალადობა, რასაც ხედავთ რეაგირების გარეშე ეს ყველაფერი არ დარჩება. რესურსი აღარ გააჩნიათ. ერთადერთი რაც დარჩათ, ადამიანებს მიაყენონ შეურაცხყოფა. ბოლო პერიოდში თავდასხმები განხორციელდა გიორგი სოსიაშვილზე, ნინო წილოსანზე და სხვა მაღალჩინოსნებზე. გარდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა, არ ერიდებიან არც სასულიერო პირების და არც რიგითი მოქალაქეების შეურაცხყოფებს, რომელთაც უბრალოდ განსხვავებული ქვეყნის მთლიანობის, გაძლიერებისა და ზნეობრივი სიმტკიცის მათთვის მიუღებელი პოზიცია გააჩნიათ. აღარ დავკონკრეტდები და დასკვნები თქვენთვის მომინდია. რუსულ კანონზე მოაწერეთ ხელი და ხმა მიეცით. აქ თქვენია. ხელმა თავრობამ ხელი. რუსულ კანონზე რო ხელი მოაწერეთ. ხელმა თავრობამ მოაწერა, შენმა პატრონმა და შენმა მამამ არჩენა. რუსულ კანონზე რო მოაწერე ხელი აქ თქვენია. მონახა შენ, მონა. მონები მოიქცე შენ უციგნურო შენ. უციგნურისა ხარ და მონაცი ხარ. წერა კითხვარიძე. წერა კითხვა ძალიან კარგი. რაზე მელაპარაკე? შენ რა უნდა გელაპარაკო როცა? წურბელა სახელით გიცნობდე კუდის აგენტი იყავით. კუდის წერა კითხვა არა. შენ ახარ მონა და უნდა იცოდე რომ მონახარ შენ შვილებს სხვის შვილებს გაუყიდე მომავალი მონახარ და მონაც დარჩები შენ ახარ წურბელა შენ სხვის შვილებს მომავალი გაუყიდე მონახარ მონა და მონაც დარჩები გამარჯობა რუსეთის მონები ევროპაში დადიან კიდე უკაცრავად არ გიტყდებათ ესე რომ დადიხარ სჩაულებრივად მასანებს არ გეშინიათ ქალბატონო მარიამ ხელები მომესაუბრეთ მონას მაგნენის უფლებას ვერ მიუცემ მე თქვენ მონებს თქვენ ბიზნეს მონახარ პირადი ხო
თუ არ ქსიამოვნებს რატომ მესაუბრები თქვენ ყოველთვის შეგახსენებთ მართლა მე ვგავარ მონას სარკეს ჩავიხედო სარკეში ჩაიხედა და მივხვდები რომ მონის ახედა ხო არა და თქვენ მომზადებით თავისუფალი ადამიანი და ჩემი ქვეყნის მოყვარული ადამიანი რომელსაც ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა და მე გამეკეთებია ჩემი ქვეყნის და დავაკეთებ რა გაიკეთებიათ აბა მითხარით მაგალითად ძალიან ბევრი ერთი მითხარით რა კიდე რომ მაგალითად დაასახელე ნებისმიერ რა ვიცი მომადლით ბევრი გამიკეთებია ჩემი ქვეყნისთვისო და მიყვარს ჩემი ქვეყანა და მოუწოდოში იმის გამო რომ თქვენ მე შეურაცხყოფას ვაყენებ ჩემი ქვეყნისთვის ამასაც წავიდა შეურაცხყოფას ვისაყენებ შენ რუსო შენ მოდია შენ რუსო ხელი რატომ მოუწერე ხელი რატომ მოუწერე რუსულ კანონზე ხელი რატომ მოუწერე უძრდა რუსი ხარ შენ ხარ რუსი ბიჭო რუსულ კანონზე ხელი ხარ მოუწერე შენ რუსო ჩვენი ქვეყანა გახდეს ხელისუფლება ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ისა რომ ნამდვილად ევროპაში დავიდეთ ჩვენი მთავარი მიზანი არის შემდეგი მოდი აქა უნდა ყველგან საერთოდ არ ვაცხოვრებ ამ ქვეყნის მოქალაქეობა იმალებოდეთ თქვენ უნდა გსვენოდეთ მე ვარ ამაყი იმის რომ მონა ხარ მთელი შენი ცხოვრებით და მონა დარჩები მთელი შენი ცხოვრება მონა ხარ მთელი შენი არსებით და ჯიში და ჯილაგით იქნები მონა მთელი შენი ცხოვრება თქვენ მონა ხართ გენაცვალე როგორ წანდებით ის რუსეთის ბიზნესი ჩემო სიხარულო როგორ წანდებით ვერ მიცანით მე ვერა სამწუხაროა მე საქართველოს თქვენ რუსეთის არა ჩემო მე ვარ საქართველოს თქვენ ვარ არა ჩემო სიცოცხლე არა თქვენ ხართ ყველაფრის მონახართ რუსების მონახართ აბა კი ჩემო კარგო არა კი თქვენ ყველგან იცოდეთ რომ თქვენ ვართ კი ბიანსუ რაცოდოა ფრანგული რომ იცით ხო იმიტომ რომ თქვენ მარტო რუსული უნდა იცოდეთ სამარცხინოები ხართ აი თქვენთან დემაგოგია აი დემაგოგობთ ახლა უბრალოდ თავიდან ბოლომდე უბრალოდ ძალიან უხერხულია რა თქვენ შვილებს ართმევთ აცხოვრებთ იმაში რუსეთში რა არა მჯერ არა ეს თქო რომ დაგასანქცირებენ ყველას უბრალოდ სახელმწიფომ რა დააშავა თორე თქო რომ იმიტომ ქვეყანას ართმევთ მომავალს ევროპულ მომავალს სახელმწიფოს ვისგან იცავთ ვისგან ტრებისგან უნდა დაიცვათ რუსებისგან უნდა დაიცვათ და არა მეგობრებისგან ხო რუსებისგან უნდა დაიცვათ და თქვენ აკეთებთ ყველაფერს რომ ერთი ერთზე დავჩეთ რუსებთან ყოველ შემთხვევაში სამშობლო არ გამიყიდია რა სამშობლო არ გამიყიდია ეგ არის გაყიდე საქართველოს ძალიან კარგად ვიყავი რუსო სილობა გააცაცის მე რა გითხარი უძდელი არ ხარ შენი საქციელი ხო მოღალატეობრივია რა არის ამაში უძდელობა რა გწევს აი უძდელი ხარ და რატო რო გეუნები ეში გასხარ ბავშვებს ახსენ ბავშვები ვაჭრობას თავი დაანებე შენ ჩემი ბავშვების მომავალს ყიდი ზუსტად შენ რუსთავოზე ხალხი ვაწამის რომდეს იცი ამ ხელა კაცი კი არა შენ Coldplay-ს მონა გამყიდველო ყლებო თქვენი დედაშოვეს ხალხი მოღალატ არ გაპატიებს გაჯვი აქეთა შემოყალატე ვისი რა უნდა წვენოს შენ არ წვენია ქვეყნის ბიჭო მოღალ რუსეთის და გაყიდეს სული შენი დედა მოყალ ვის რუსეთზე გაყიდეს დედაშე ვის რუსული მაგარი ბიჭო ხარ აბა ვინახარ ხელი გაწიე შენ და მე შენ მეუღეს ნაძირა ხარ აბა რა ხარ ბიჭო ნაძირა ხარ აბა რუსი ხარ ჯაულებრივი წადი სახში ხარ მოჩორდი რა ხო კრაბ ალბათო
აი ამ ბავშვებს უკარგავთ მთელ მოვალს. აი აქ საერთოდ სირცხვილია თქვენი ყოფნა. ეს ხალხი მართლა სამშობლოსთვის იბრძოდა და რატო? იმიტომ რომ რუსეთს აბარებთ ქვეყანას, აი მაგიტომ. თქვენ ეს ვერ უნდა დადიოდეთ ქუჩაში, იმიტომ რომ ხართ მოღალატე. მოღალატე ხართ სამშობლოსი. თქვენ ნუ მეუბნებით, სად უნდა მიიბრძანდეთ და სად არ უნდა მიიბრძანდეთ. აი თქვენ მალე მიბრძანდებით, სადაც საჭიროა. რატო გაგიკეთეთ ეს საჩუქარი, რომ თქვენთვის ევროპაში ადგილი არ არის. თქვენთვის ადგილია რუსეთში. იმიტომ რომ თქვენ ხართ საქართველოს გამგებლები. ძალიან მეწოდებით რა. იმიტომ რომ სირცხვილია. სირცხვილია თქვენაირი ადამიანების არსებობა ამ ქვეყანაზე. ეს თქვენი აზრი არის ალბათ. Oui, nous connaît juste c'est toutes les femmes et messieurs terroristes avec la Géorgie, c'est là pour la ça avec la Russie. Allez-y vers le Russe. აგაძანდებოდეთ რუსეთში, ხალბატონებო და ბატონებო. ჩვენ არ მივბრძანდებით, იმიტომ რომ თქვენთვის დღეს ბოლო დღეა, როდესაც თქვენ ევროპაში დააბიჯებთ. თქვენ ყველაფერს просто არარაობები ხართ, ცილის ღირსიც არ ხართ. მონები ხარ, მონები ხარ. ძალიან ცოდოები ხარ. Toutes les terroristes avec la Russie. აი ესეთი არც ერთი ქვეყანა ამას არ მოითმენდა. აი ეს თელი, ნუ ჩვენ მცირე, მაგრამ საკმაოდ მოცულობითი წარმოგიდგინეთ სიუჟეტი და აქ იყო მინისტრები, დეპუტატები, უბრალო ადამიანები, ყველა შეურაცხყოფას აყენებენ და ამკვიდრებენ საქართველოში ძალადობას. ეხლა ეს უნდა კიდევ ერთხელ სისხლის სამართლის წესით უნდა დაისაჯონ ეს ხალხი. ეს არ არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, როდესაც დევნიან ადამიანს. ეხლა ლაშხი 5ჯერ, მარიამ ლაშხი 5ჯერ მიუვარდნენ, ზარქუას 5. ეხლა იცი რა ვიღაცა შეიძლება ის არ მოსწონს ეს რა შუაში ეს უკანონობა კანონდება. იცი როდის ჩამოიშალა ქვეყანა პოლიციელებს პანჩურებს რო ურტყამდნენ 90-იანებში და 2003-ში. მაშინ ჩამოიშალა ქვეყანა. და აი ეს პროცესები არის ეს. და ამ პროცესების უკან ამერიკის შეერთებული შტატებია.